მოთქმა დაუძინებელი მტერი, დაუძინებელი კონკურენტები და ვინ რა როგორ, მაგრამ ჩვენ არავისი კონკურენტი არ ვარ. ჩვენ მივდივარ და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. მოდი კიდევ ერთჯერ მოსახლეობას დავათვალიერებიოთ ავტომობილები. ხვალ დილიდან ჩვენ უკვე აქ იწყებ რეალურად მუშაობას და ბათუმში ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობს და დარწმუნებული ვარ, შენ ძალიან ბევრ ავტომობილს გაყიდი და როგორც იმერლები უყვარხარ, ისე აჭარლებიც უფრო მეტ შეგიყვარებიან. მეც ვიმედოვნებ, რომ აჭარაშიც დავდებთ უკეთეს, კიდევ უკეთეს შედეგს. ოღონდ როგორ არის? ერთი რამ უნდა იცოდეთ. ადამიანებს უნდათ შედეგი. ადამიანებს არ უნდათ მარტო ლაპარაკი, რომ იქნება არა, ორშაბათს იტყვის, სამშაბათს უნდა იყოს გაკეთებული. აი ეს პატარა გოგო ნახევარ დუბაიზე, ნახევარ ჩინეთს ატრიალებს. მისო სწავლობდა ჩინეთში, ხარისხი დაიცვა ჩინეთში, ექიმების ოჯახიდან არის და ამ ბიზნესშია. და 20 წელია უმუშაობდა, 20 წელია თანამშრომლობდა. ჩვენ ახლა რაც ავტომობილები გვყავს, ხო? არის აი საუკეთესო ავტომობილები და ამიტომაც რიგი გვაქვს, ხო, როგორც ბათუმში, ქუთაისში. ყავს რაც შემოყვანილი ყავს ბათუმის ცენტრში, ყველა ბოლო მოდელები ყავს. ჩვენ ხო ვამბობდით, ანი რომ ხვალ ელექტრომობილების დრო მოდის. და მოვიდა ეს ელექტრომობილების დრო. მე ვარ ადამიანი, რომელიც რეალისტი ვარ. ისი არა იცი რა სიაფანზე რაღაცა ვიღაცა ხან ქუჩაში ყიდულობენ, ხან ქუჩაში ყიდიან, მერე თავზე ესე ხელს ირტყამენ, ეს არ შველი საქმეს. ავტომობილი უნდა იყიდო იქ, სადაც მის უკან დგას პატრონი, ცენტრი, მომსახურეობა და ასე შემდეგ. კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ ჩვენ აი ამ საქმისთვის ვარ დაბადებული, ხო? აი ხო ხედავ შენ როგორ შეგაყვარე. ხო, როგორ ისწავლე, ხო? ვისაც უნდა ყველაფერს ისწავლის, თუ არ გინდა ვერაფერს ვერაზროს ვერ ისწავლე. ნამდვილად, ვინც მიდომებს, ის ყოველთვის შეძენს. აი, ნისომ როგორ ისწავლა, ხო? პატარა გოგოა, დაამთავრა უმაღლეს სასწავლებელი, ჩინელებთან აქვს ძალიან მაგარი доступი და გააკეთა ოფისი დუბაიში და ეს პატარა გოგო მთელ დუბაის ატრიალებს და ამდენი წლის ჩემი პარტნიორია. აი უყურეთ, რა ფერია? ელექტრო. BYD სასწაული. ეს კიდე აგერ 4-4-ზე. არა, ფერი, ისედაც გაყიდვებშიც ლიდერობს. გაყიდვებში ნომერ პირველია და აი ეს მაყურებელმა რო იცოდეს, უყურე, აი ეს ორი ავტომობილი დღეს ბაზარზე ერთმანეთს იჭიდავება. ესეც BYD-ის მოდელი, ახალი ლეოპარდი, რომელსაც, რა ვიცი, ჩემი ფავორიტი მანქანა.